დილამ მშვიდობისა მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. ეხლა მოგახსენებთ იმ ამბებს, რაც გავიგენ არიმანთან დაკავშირებით. დაგპატიჟებთ ყველას. ესე იგი, ხდება ასეთი რამ, რომ გადაიყვანეს სარიტუალო დარბაზში ნარიმანი. როგორც გუშინ მე ვნახე ვიდეოებიდან, მოიხსენიებენ იქ მრევლის წევრები, როდესაც მის სახლში შევლენ, ესე იგი რომ პულსი უცემს. პულსი ესინჯება. პულსი თუ ესინჯება, მეგობრებო, ის ადამიანი ყველა შემთხვევაში არის ბეტა მდგომარეობაში მისი სხეული და მისი სული არის გასული, დამოგზაურობს, ეს ჩვეულებრივი საკითხია. ეს არის ძალიან, როგორც ანი და ჰოე, როგორც ერთს მივუმატოთ 1-2-ია, ესეთი მდგომარეობაშია, რომ ის მარტო გუშინ კი არ იყო მაგ მდგომარეობაში, ხშირად არის მაგ მდგომარეობაში. ყურები უნდა გამეხსნას წნევაზე. დამებუგა ყურები და ჩემი ხმა არ მესმის. მოკლედ მდგომარეობა ესეთია, რომ გადაიყვანეს თურმე სარიტუალო დარბაზში. მე ვეცდები, რომ დღეს მივიდე ახლა და გავიგო იქ რა ხდება. გავიგე ისიც, რომ გაკვეთას არ უპირებენ, ძალიან კარგი თუ ასეა და ერთი სიტყვით რაშია საქმე ახლა. არავითარ შემთხვევაში პანიკას, არანაირი პანიკა არ გვჭირდება. ერთადერთი ჩვენ გვჭირდება მოქმედება. მოქმედება არის ის, რომ თუ მიცვალებულს სამ დღეში კრძალავენ, არ უნდა დავაკრძალინოთ სამ დღეში. ეხლა გეტყვით რატო. გურჯიევის თანახმად სულს სჭირდება, ესე იგი 7 დღე გადასამუშავებლად. ეხლა რას გეუბნებით მე? სული რომ დაუბრუნდეს სხეულს, შეიძლება ჩვეულებრივი ადამიანის გონებისთვის ეს იყოს პანიკა და ფიქრობდეს, რომ მე ადამიანი მკვდარია. წესით სული, როდესაც სხეულს უბრუნდება, თავისთავად ცოცხლდება ის სხეული, მაგრამ საქმე იმაშია, რომ სანამ სხეულს მიწაში ჩადებენ, ეს ამბავი გავაგებინოთ ეხლა ამ ხალხს, ვინც არ იჯერებს, რომ ასეთი მდგომარეობები ჩვეულებრივია. რომ სულმა შეიძლება დატოვოს სხეული, იმოგზაუროს და მერე მოვიდეს უკან. ეხლა ერთადერთი რაც მე ვფიქრობ, რომ რაც უნდა გააკეთოს ნარიმანის მრევლმა, არის ის, რომ ასეთი ხალხი შეკრიბოს, რა, ვისაც ამისი პრაქტიკები აქვს გავლილი. ერთ-ერთი არის გველუკაშვილი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გველუკაშვილს მე ვერ მივმართავ, იმიტომ რომ გველუკაშვილი, იცით ვინ უნდა მიმართოს გველუკაშვილს? არ ვიცი, მისი ოჯახის წევრმა რომელიმე, მაგრამ ვინ არიან მისი ოჯახის წევრები? ლუიზა არის, თქვათ, ერთი ვიცი. არ ვიცი ხა რამდენად ოჯახის წევრია, მაგრამ ლუიზამ უნდა მიმართოს გველუკაშვილს. თუ ვინმეს რამის გადარჩენა უნდა, გველუკაშვილი რო იტყვის ამაზე სიტყვას, უფრო დაიჯერებს ის საზოგადოება, რომელიც არის ბრმა ხალხი, ვიდრე მე რომ დავდგე და ვთქვა. რატომ ეხლა გეტყვით? ჩემი ვითარება ესეთი, რომ მე კი გეუბნებით სიმართლეს, მაგრამ ჩემი სიტყვა არ ესმის დაბალ ვიბრაციულ ადამიანს. დაბალ ვიბრაციულ ადამიანებში ჩემი სიტყვა ჟღერს როგორც სასაცილოდ ჟღერს. ეხლა რატომ ჟღერს გველუკაშვილის სიტყვა უფრო, რატო იგებს კაცობრიობა უფრო გველუკაშვილის სიტყვას? იმიტომ რომ გველუკაშვილს აქვს ორივეზე წვდომა, დაბალ ვიბრაციებზეც და მაღალ ვიბრაციებზეც. მე დაბალ ვიბრაციებზე წვდომა არ მაქვს. იმიტომ რომ არ ვიცი რატო, მაგრამ არ არის ეს ჩემი მისია, რომ დაბალ ვიბრაციულ ადამიანებში ვიბრძოლო. უბრალოდ კი არ ვიბრძოლო, მათ არ უნდა გაიგონ ჩემი. ესეთი რაღაცაა რა, სულის მისია. დაბალ, ეს არის ჩემი სულის მისია, რომ იმათმა არ უნდა გაიგონ ჩემი, მაგრამ მაღალ ვიბრაციულებმა უნდა გაიგონ ჩემი. ეხლა რა ხდება? გველუკაშვილის სიტყვას მოისმენენ, გაიგებენ და დაუჯერებენ. მე არ დამიჯერებენ ეგ დაბალ ვიბრაციულები. ეხლა დაბალ ვიბრაციულები ვინც არიან მის
მრევლში, ნარიმანის მრევლში, ესენი არიან ლუიზა და მისი სანათესაო, აი, ნარიმანის სანათესაო ძირითადად. მათი გამოფხიზლება ხდება როგორც ჩანს ახლა. მათ უნდა მოითხოვონ, რომ თუ ვთქვათ, 3 დღეში ვკრძალავთ ახლა დღეს მიცვალებულს, ეს არასწორია, ჩვენ ვკრძალავდით ჩვეულებრივად 7 დღის მერე მიცვალებულს, 7 დღე ესვენა ის ცეცხლის ადგილზე. ანუ გარდაცვლილი ესვენა ცეცხლის ადგილზე, სადაც ცეცხლის კერა იყო, გარდაცვლილს აკრობდნენ იმ კერას, ერთადერთხელ აკრობდნენ მხოლოდ, როცა გარდაიცვლებოდა ადამიანი. და იმ ცეცხლის ადგილზე ასვენებდნენ გარდაცვლილს. მოდიოდნენ ჭირისუფლები, უვლიდნენ. რატო ხდებოდა ეს რიტუალია, რა რიტუალია იცით? აი, ფუტკარზე რომ მოგიყევით, გახსოვთ? ფუტკარზე როდესაც დედა ფუტკარი კვდება, მოდიან შრომელი ფუტკრები, ყველა ფუტკარი მოდის და გარს ევლება. აი ეს გარის შემოვლა ნიშნავს იმას, რომ ენერგიები ნაწილდება ისე, რომ აი იმ გარდაცვალებულს, ანუ იმ ასტრალში მყოფ სულს, როგორიც არის ეს სული, ხო? განიხილება სადაც არის, ხო? იქ წყდება გადაწყვიტავს სული ისევ დაბრუნებას თუ არა. თუ დაინახავს სული, რომ მასთან ბევრი ხალხი ტრიალებს, ბევრ ხალხს სჭირდება ის, ბევრმა დააფასა, მაშინ ის გადაწყვიტავს, რომ დაბრუნდეს უკან. ამიტომ ხდებოდა ეს რიტუალი, რატო შემოუვლით ხოლმე ერთ წრეს. შემოუვლით და მივდივართ ხოლმე მერე, ხო, ჭირისუფლებთან. ეს ჩვეულებრივი რიტუალი. აი, თუ უწყვეტი ესეთი წრე ტრიალებს, შესაძლებელია სულმა გადაწყვიტოს, რომ მე მინდა უკან დაბრუნება, გესმით? და თუ არ გადაწყვიტავს სული, რომ აი აღარ ღირს უკვე უკან დაბრუნება, იმიტომ რომ არავის არ ყველას ფეხზე კიდია, ეხლა ვთქვათ, მე ცოცხალი ვარ თუ არა, ხო, მაშინ ახლა რატო უნდა დაბრუნდეს სული სატანჯველში მითხარით რა? აი რა მიზეზი არის, რომ აქ დაბრუნდეს და იმ ბრმა ხალხის გადასარჩენად. ბრმა თუ ხალხი თუ ბრმაა, იმის გულისთვის სული აღარ დაბრუნდება უკან. აი, გაიხსნა ყურები. მოკლედ, გაიხსნა ყურები, ესეც ის არის. ყურები გაიხსნა, ხო? თქვენს გაგეხსნათ, ხო? ეხლა რა არის საქმე? აქ არის საქმე, რომ სარიტუალო დარბაზში თუ გადაიყვანეს, სავარაუდოდ ის თუ ფიქრობენ, რომ ის არის გარდაცვლილი, ყავთ იმაში, მაცივარში ან ოთახში. ეხლა როგორც გუშინ გავიგე, პულსი ესინჯებაო. თუ პულსი ესინჯება, იმის არავითარ შემთხვევაში გაკვეთა არ შეიძლება და არ კვეთავენო, მაგრამ იქ ვარ დატოვებდნენ, ამიტომ გადაიყვანეს ისეთ ადგილზე, სადაც დაცული იქნებოდა, ხო? სადაც დაცულია, კარგია რომ დაცულია, მე ვფიქრობ, აი ძალიან ეჭვიც არ მეპარება იმაში, რომ სული დაუბრუნდება ისევ, მაგრამ აი ბალზამი არ გაუკეთონ, ეგ არის თავარი რა. თავარია ბალზამი არ გაუკეთონ სხეულს, თუ ბალზამს გაუკეთებენ, ძალიან რთული იქნება. არ ვიცი, შეიძლება ეგეც საჭირო იყოს. მოკლედ ერთი სიტყვით, გაფრთხილება არის საჭირო ამ ადამიანების, ბრმა ადამიანების, რომ ჯერ დაიცადონ რა, ანუ დაიცადონ. იმიტომ დაიცადონ, რომ ეს ბეტა მდგომარეობაში მყოფი სხეული ეხლა არის განსაცდელში რა, განსაცდელი არ არის ეგაც. ეხლა აი ტყვეობაში, ასე რომ ვთქვათ, ეხლა არის ტყვეობაში. რატო არ უშვებდა ხოლმე ხალხს, თუ იცით? იმიტომ არ უშვებდა, რომ ეგეთ მდგომარეობაში ბერი იყო ხოლმე კვირობით. შეიძლება იმიტომ იყო ხოლმე, რომ გამოსული, ესე იგი ყოველ მეორე კვირას გამოდიოდა. რატო? იმიტომ რომ ზუსტად მაგ მდგომარეობაში იჯდა ხოლმე და დამოგზაურობდა ხალხში. გესმის? სკამზე ზის ადამიანი, აი ესე ხდება რა, ასტრალში გასვლა ეგრე ხდება. სკამზე ზიხარ და აკეთებ რაღაცა პრაქტიკებს, რომელიც გაგიყვანს სხეულიდან. რადგან შემდეგ როცა ბრუნდები სკამზე მჯდომ მდგომარეობაში, ისევ ადვილია შეხვიდე ისევ სხეულში. ეხლა ღმერთმა იცის, სად ჩაკეტეს და რას აკეთებენ მისი სხეულით, ხო? ანუ სული კარგი, ვიღაცამ მკითხა მისი სული რა დღეშიაო, რა მდგომარეობაში. სულს არაფერი არ უჭირს. სხეულს უჭირს ეხლა, იმიტომ რომ სხეული მოიტაცეს, ესე რომ ვთქვათ, გესმის? რატო მოიტაცეს, რისთვის მოიტაცეს, საერთოდ რატო შეანგრიეს ის კარები, მე ვერ ხვდები რა.
არავის არაფერი არ აწუხებდა. ერთადერთ რამეს ვხვდები, რომ შეიძლება ეს იმიტომაც დაუშვა თვითონ ამ მდგომარეობაში ხალხი ჩააგდო, იმიტომ რომ გამოცადოს ვინ ბრმა, ვინ გონს მოსულია. ვინ არ ვიცი, ვინ რაღაც მისი საქმეა რა. მაგრამ ჩვენი საქმე ის არის, რომ გამოფხიზლდეთ, ყურად იღოთ ის საკითხი ხა რაც ჩვეულებრივი მდგომარეობა. აი მე ვფიქრობ, ესე ლაზარის გასოცხლება ხდება ეხლა. 4 დღე იყო მკვდარი ეგონათ, ხო? და ქრისტემ გადააგორეთ, ლოდი უთხრა. აი ნახე, ეხლა ხდება ლაზარის გასოცხლება. აჰა, გასაგებია. ეხლა უნდა გადავაგოროთ ლოდი. აი უკვე მოვედით ამ მდგომარეობაში, რომ ლოდია გადასაგორებელი. როგორ არის ნახე, მართას არ სჯერა და ეუბნება ქრისტეს. კარგიო რა ყარსო უკეო და რეებს გვეუბნებიო. ქრისტე ეუბნება მართა, ხომ გითხარი უნდა ირწმუნო. ანუ მე ესე ვფიქრობ, რომ ლაზარე იყო ასტრალში გასული და იცოდა ქრისტემ რომ დაბრუნდებოდა და ამიტომ ლოდი გადააგორებინა. ლოდი რო არ გადაეგორებინათ, ვერავინ ვერაფერს ვერ გაიგებდა ლაზარე რატომ იყო ამ ბეტა მდგომარეობაში. და შემდეგ გამოდის ლაზარე. ოღონდ ქრისტე კი არ აგორებს ლოდს, ქრისტე ხალხს ეუბნება გადააგორეთ ლოდი. როგორც ეხლა სავარაუდოდ მე გეუბნებით თქვენ გადააგორეთ ლოდი. ლოდი უნდა გადააგოროთ. რა არის ეხლა ლოდის გადაგორება? ნახე ხალხი მივაი. ყველა არ მიდის, ეხლა ზოგი იმისთვის მიდის, რომ სეირს უყუროს. ყველა იქ არ მიდის იმისათვის, რომ დაიჯეროს, რომ მართლა ცოცხალია ლაზარე. ძირითადად მიდიან, იმიტომ რომ ქრისტე მიდის იქ. ეხლა მე ვფიქრობ ესეთ რამეს, რომ თუ თქვენ მართლა გადააგორებთ ლოდს, ლაზარე გამოფხიზლდება და გამოვა. ცოცხალია. ის ნებისმიერ შემთხვევაში ცოცხალია. ანუ გამოდის რომ როკი თამაშდება. გამოდის რომ ლაზიერი ხდება ეხლა უკვე მეფე. ანუ რაღაცა ეგეთი ხდება ეხლა რა. ანუ ლაზიერი ხო ქალია, ჩვენ ხო გავიგეთ რომ ლაზიერი ქალია. ხო და ეხლა უკვე ლაზიერი ხდება, მოიცა რა ხდება ეხლა, რა ხდება, რაღაც ეგეთი ხდება. ოღონდ ზუსტად ვერ ვიტყვი რა. ზუსტად ვერ ვიტყვი, მაგრამ ლაზიერისა და მეფის როქის გათამაშება ხდება ეხლა. აი მე ესე აღვიქვი და თუ როქის გათამაშება ხდება, ლაზიერი და მეფე უცვლიან ერთმანეთს როლებს, ესეთი რაღაცა ხდება. ხო. ანუ ლაზარე და მეფე უცვლიან ერთმანეთს როლებს რა. ესე რომ გადავიტანოთ ქრისტე და ლაზარე ცვლიან როლებს. ნუ 4 დღე, როდის გუშინ გავიგეთ, ხო? გუშინ გავიგეთ, რომ ესეთ რაღაც მოხდა. დღეს მეორე დღეა, ხვალ მესამე დღეა და მეოთხე დღეს ვიცით ლაზარე რომ მეოთხე დღეს გამოდის, ესე არ არის ის? ოღონდ თავისით კი არ გამოდის, ლოდს რო გადააგორებენ, მაშინ გამოდის. ანუ პროცესი ჩაირთო, ლოდი უნდა გადააგოროს ლაზარის მრევლმა. მართა და მარიამი ძირითადად იგდგანან. ვინ არის მართა და მარიამი? მართა ვიცი რომ მე ვარ, მაგრამ მარიამი, სად არის მარიამი? მარიამი ვინ არის? არ ვიცნობ მარიამს. ვფიქრობ მარიამი გამოჩნდება ეგეც, ყველაფერი გამოჩნდება რა. საინტერესო თამაშია. არაფერი ნუ ნერვიულობთ მეგობრებო, მთავარია ის რომ ეხლა გავარკვიოთ რა შეასაქმე რა. მისი სხეული რო არ დაასახიჩრონ და ძალით არ მოკლან. აი, ეხლა რო ვთქვი რომ მოიტაცეს, მეთქი ისე კი არ ვთქვი რომ ძალით მოიტაცეს ან იცოდნენ. უნებლიეთ, აი უვიცობის გამო მოხდა ესე. მათი უვიცობის გამო
რომ არ ჯერათ ესეთი რაღაცეების და ვერც წარმოუდგენიათ, რომ ადამიანი შეიძლება სული გასული იყოს და სხეული ბეტა მდგომარეობაში იყოს, აი ისინი ფიქრობენ, რომ რაღაცა რა მოკვდა. ეგენი ფიქრობენ სიკვდილზე, ყველა ფიქრობს სიკვდილი არ არსებობს სიკვდილი, რო იცოდეთ. ერთადერთი სულმა თუ გადაწყვიტა, რომ გავიდეს და აღარ დაბრუნდეს, აი მაშინ მისი გადაწყვეტილებაა და სიკვდილი, რო იცოდეთ, არ არსებობს რა ხალხო. ხო და სისამაია იძახის ნინო ხარატიშვილი. არ ვიცი, სისამაია თუ არის, მაშინ იქ უნდა იყოს, უნდა მოვიდეს მაშინ. ხო, მე გეტყვით ახლა სად გადაიყვანეს საბურთალოზე დამკრძალავ ბიუროშიო და რო გავიგებ ყველაფერს, მერე კიდევ გეტყვით რა. დამკრძალავ ბიუროში კი არა, სარიტუალო ბიუროში. ხო, იგივეა მე მგონი. იგივეა. ხო, აი ესეთი რაღაც ხდება და ეხლა გამოფხიზდით, ოღონდ მოკლედ ნახე როგორია. თუ არ დატოვებ დედას, მამას, შვილს, ძმას და სამსახურს და ასე შემდეგ, ვერ გამომყვები მე ამბობს ქრისტე, ხო? აბა ეხლა იცდება მრევლი, იცდება. სამსახურს უფრო ამჯობინებს თუ იმას, რომ გაყვეს ქრისტეს, თქვათ, გადაარჩინოს ადამიანი. ეხლა რასაც გეუბნებით, აი ეს არის ჩვენზეა დამოკიდებული, გადავარჩენთ თუ არა მის სხეულს. თუ ვერ გადავარჩენთ მის სხეულს, ვერ გადავარჩენთ და ეგ იქნება. თუ გადავარჩენთ, ყოჩაღები ვიქნებით. კარგად იყავით დროებით დაგიბრუნებით. ცისან ამბობს, მე ცისამაიაზე გავიფიქრეო რა, არ ვიცი, მაგ გოგოს დაბლოკილი ვყავარ და აზე არა ვარ, გოგო რას შვება რა. თუ რამეს შვება, თუ არა და ვნახავთ იქ. ვნახავ ლაივშიც. აბა კარგად გაგოცეთ დროებით.